მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებელო. დღეს 2 თებერვალი. 2 თებერვალი ქართული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგან ამ ისტორიის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივად მოთამაშე, თუ შეიძლება ასე ითქვას, სპექტაკლის საპრემიერო დღეა. ეს გახლავთ კოტე მარჯანიშვილის ურიელ აკოსტა, რომელიც 1929 წლის 2 თებერვალს პირველად გათამაშდა ქუთაისში, ქუთაის ბათუმის თეატრში. მე სპეციალურად ვახსენე დიდი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის სახელი და გვარი, რადგან კოტე მარჯანიშვილი იმ პერიოდის სათეატრო ცხოვრების ნამდვილ ეპიცენტრში იყო ყოველთვის და მისი პირადი გადაწყვეტილების გარეშე ვერცერთი მნიშვნელოვანი საკითხი თეატრისა თუ კინოს მიმართულებით ვერ გვარდებოდა. სწორედ კოტე მარჯანიშვილის დამსახურება იყო, რომ ბოლომდე მივიდა ის საქმე, რასაც საბავშვო თეატრის დაარსება ჰქვია საქართველოში. ვიდრე კოტე მარჯანიშვილი ამ საქმეში ჩაერთვებოდა, თავისთავად ეს მოძრაობა უკვე დაწყებული იყო როგორც საქართველოში, ისე მაშინდელ საბჭოთა კავშირში. თუ ალექსანდრე ბრიანცევის და ნატალია საცის ძალისხმევითა და დიდი მონდომებით ერთდროულად პრაქტიკულად პეტერბურგსა და მოსკოვში გაიხსნა საბავშვო თეატრები, აქ ქართული საბავშვო თეატრის გახსნაზე ოცნებობდა დიდი შალვა დადიანი და მისი მეუღლე ელო ანდრონიკაშვილი. შალვა დადიანისა და ელო ანდრონიკაშვილის მცდელობები არ შედგა ერთი მარტივი მიზეზით. საბჭოთა კავშირში მაშინ ასეთი წესი იყო: ნებისმიერ რესპუბლიკაში თუ რაიმე ახალი იწყებოდა, ჯერ უნდა გახსნილიყო რუსულენოვანი და მხოლოდ შემდეგ მიეცემოდათ უფლება ამა თუ იმ რესპუბლიკაში გაეხსნათ ეროვნული თეატრი. ასე იყო საბავშვო თეატრთან მიმართებაშიც. ჯერ გაიხსნა რუსული მოზარდმაყურებელთა თეატრი და მხოლოდ მას შემდეგ დაართეს ნება ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის გახსნაზე. არადა კოტე მარჯანიშვილი, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ, აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ საქართველოში ბავშვებს თავისი თეატრი ჰქონოდათ. ეს საქმე დაავალა დოდო ანთაძეს, რომელიც იყო მისი მოწაფე, მისი მარჯვენა ხელი, მის სპექტაკლების მეორე რეჟისორი, გიორგი მიქელაძეს, რომელმაც შემდგომში საქართველოში ქართული თოჯინების თეატრი დააარსა და დღემდე მის სახელს ატარებს და ესეთი იყო ალექსანდრე თაყაიშვილი, რომელიც მან შენიშნა ჯერ კიდევ რუსულ თეატრთან სტუდიაში მუშაობისას. იმ სტუდიაში მან რამდენიმე როლი ითამაშა, მიიწვია რუსთაველის თეატრში და არც მეტი, არც ნაკლები პოლონიუსი ათამაშა თავის სპექტაკლში ჰამლეტი. რეკომენდაციას ალექსანდრე თაყაიშვილზე აძლევდა კოტე მარჯანიშვილი, იმიტომ რომ თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ყოფილიყო ქართულ-რუსული თეატრი. მაგრამ როდესაც დაიჯინეს, რომ გინდა თუ არა ჯერ რუსული თეატრი გახსნილიყო, ეს საქმე დაევალა ნიკოლოზ მარშაკს და 1927 წელს პლეხანოვის კლუბს ეძახდნენ მაშინ, შემდეგ ბერიას კლუბი ერქვა, ხოლო შემდეგ დღეს მას ართოლი ქვია, ნაძალადევში პირველი წარმოდგენა ოგნევის ჰაიავატა ითამაშეს 1927 წლის 18 აპრილს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ 1928 წლის 11 ნოემბერს შედგა ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის გახსნა ოპერის თეატრის შენობაში, რადგან თეატრს მაშინ შენობა არ ჰქონდა და მათ წარმოადგინეს ნატალია საცის ფრიც ბაუერი, რეჟისორი გახლდათ ალექსანდრე თაყაიშვილი.
შენობების საკითხი საკმაოდ რთულად იყო მაშინ, აქედან გამომდინარე პლეხანოვის კლუბის შემდეგ რუსულ მოზარდს რუსთაველის თეატრი დაუთმეს და მაისის თვეში მათ უკვე რუსთაველის თეატრში ჰქონდათ პრეზენტაცია, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ სასტუმრო ვესელის დარბაზი მათ გამოეყენებინათ სპექტაკლების სათამაშოდ. ამავდროულად, როდესაც საოპერო თეატრში ალექსანდრე თაყაიშვილის დადგმული ფრიც ბაუერი გავიდა, არადა მომზადებული იყო ტომ სოიერის თავგადასავალი, მაგრამ არ გააშვებინეს იმის გამო, რომ იდეოლოგიურად ტომ სოიერი საბჭოთა ბავშვს პირველი არ უნდა ენახა, ამიტომ ჯერ ფრიც ბაუერი გავიდა, რომელიც გერმანელ კომუნისტების ოჯახზე იყო და მხოლოდ შემდეგ გავიდა ტომ სოიერის თავგადასავალი. თეატრმა ბინა დაიდო მელი კაზარიანცის სახლის პირველ სართულზე, სადაც მანამდე კინოდარბაზი იყო. საკმაოდ პატარა მაყურებელთა დარბაზი, საკმაოდ პატარა სცენა, შემდეგ მას ცოტათი მიუმატეს, გაზარდეს საგრიმიო როები, სარეპეტიციო დარბაზი, თუმცა 80-იანი წლებიდან თეატრი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, მას არ ჰქონდა საკუთარი შენობა, ძირითად სტაციონარად იქცა რკინიგზელთა სახლი, სადაც ამჟამად ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრია, ხოლო შემდეგ 1999 წლიდან ამ შენობაში შეუერთდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრს. ალექსანდრე თაყაიშვილის, ნიკოლოზ მარშაკისა და იმ პერიოდში მოღვაწე სხვა თვალსაჩინო ხელოვანების შესახებ ჩვენ ცალკე გადაცემაში გიამბობთ. ახლა შევისწონოთ და გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, მე მინდა ამ გადაცემით დავიწყოთ ჩვენი დასის წევრების უფრო ახლოს გაცნობა. ამას გარდა, თუ რომელიმე დასის წევრის დაბადების დღე დაემთხვევა ჩვენს ორშაბათს, მე მას სიამოვნებით მოვიწვევ, ისევე როგორც დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიწვიეთ დღევანდელი იუბილარი, ჩვენ თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ზურა ავსეჯანიშვილი. ზურიკო, გილოცავ დაბადების დღეს, ეს არ არის მრგვალი თარიღი, სულ რაღაც 48 წლის გახდი, მაგრამ ეს ის ასაკია, როდესაც არის დაგროვილი სცენური გამოცდილება, არის წლები, არის როლები და ნებისმიერი ახალი სამუშაო არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, როგორც ჩვენთვის, ისე მაყურებლისთვის და სპეციალისტებისთვის. დიდი მადლობა, გაიხარეთ, უღრმესი მადლობა და რა ვიცი, მე შემდეგ წლებშიც ვეცდები, რომ რაღაცნაირად გავიზარდო უფრო და უფრო საინტერესო ვიყო. გეჯერობით ვსწავლობ. შენ ისეთი დიდი პედაგოგის ხელში გაიარე, როგორც იყო შალვა გაწერელია, თუმცა რამდენადაც მე მახსოვს, როცა თეატრში მოხვედი, ბატონი შალვა უკვე აღარ იყო ამ თეატრში. არა. კი, მე რა ვიცი, ბედნიერი კაცი ვარ მაგ მხრივ, რომ ასეთი სკოლა გავიარე, იმიტომ რომ რაღაცა რაც მოუყვება და ეს 48 წელი რაც არის და რაც კიდე თეატრში ვარ, აქედან ამ წლებიდან ყოველთვის და ყველგან არის ბატონი მომუშას შალვა გაწერელიას ყველაფერი ჩემს გონებაშიც და ჩემს რა ვიცი შემოქმედებით ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ დიდი წვლილი აქვს მას, იმიტომ რომ მან გვასწავლა ყველაფერი რაც ვიცით, თუ ვიცით რამე ეს მისი დამსახურებაა და თეატრში რომ მოვედი უკვე არ იყო ბატონი შალვა და რა ვიცი, ხა მოზარდ მაყურებელთა თეატრი ასოცირდება ბატონ შალვასთან, იმიტომ რომ
მე მგონი ყველაზე ესეთი კარგი ხანა დღესაც რაც გვიდგას და იმის უკან რაც იყო რენესანსი იყო ბატონ მუმუშასთან დაკავშირებული და რაღაცნაირად ჩემთვის უფრო ისეთია რომ მგონია რომ მისი რაღაცით მინდა რომ ჩვენით შევიტანოთ იმიტომ რომ ჩვენ ჯგუფელები მოვედით ძალიან საინტერესო და უნიჭერესი ხალხი ძალიან კარგი ბიჭები და რა ვიცი ვცდილობთ რომ ამ თეატრს რაღაცა მივცეთ თუ გამოგვდის ხომ კარგი და ყოველ შემთხვევაში ვცდილობ მთელი გულითა და მთელი ჩვენი არსებით შენი ერთ-ერთი ბოლო ისეთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო სკრუჯი დიკენსის საშობაო სიმღერაში და ეს პერსონაჟი თვითონ არის ძალიან საყვარელი არა მარტო ბავშვებისთვის და ყოველ ჯერზე როცა ინიშნება საშობაო სიმღერა აქ არის მოკლედ ბილეთებზე დავპირისპირება და ამ შემდეგ და ამ შემდეგ თვითონ შენც იცი რომ ეს არაერთმა ძალიან დიდმა არტისტმა ითამაშა მათ შორის საქართველოში ბატონმა კარლომ ითამაშა საკანდელიძემ შემდეგ ბესო ბარათაშვილმა ითამაშა აი ახლა თამაშობ შენ და რამდენად ვიცი პარალელურად რამაზ იოსელიანი ქუთაისის თეატრში აი როგორია შენი სკრუჯი და რამდენად გრძნობ მაყურებლისგან აი ენერგეტიკას რომ ეს არის უარყოფითი პერსონაჟის შობას ხო ძალიან საინტერესოა ეს ჩვენი მიუზიკლი ლევან გვაზავამ გააკეთა რა ვიცი ჩემთვის ძალიან ისეთია ჩემთვის ყველა როლი საინტერესოა და ვცდილობ რომ რაღაცა შიგნით უფრო რაღაცები ვიპოვო ჩემთვის საინტერესო და ცოტათი გამოწვევაც არის ხოლმე რა ეხლა სკრუჯი რო არის ცოტა სახელიც არის ხვდებით ეს სკრუჯს თამაშობ ესეთი ამბავია ნუ ვცდილობ თან ჩვენთან იცით როგორ არის მოზარდში ეხლა კი ახსენეთ ბატონი კარლო ხაც პარალელურად ბატონი რამაზი თამაშობს ბესოს ბარათაშვილს აქ ნათამაშები მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად არის ჩვენი საქმე ჩვენ უფრო მეტად დამოკიდებულები ვართ თლად საბავშვო ეს არ არის ახლა თლად საბავშვო ნაწარმოები არ არის და ჩვენთან რახან ბავშვებიც მოდიან აქ ვცდილობთ უფრო მეტად მოვერგოთ იმათაც და თან არ უნდა იყოს თლად ბავშვური შენს უნდა რაღაც სახიობურად რაღაცები რაც შინაგანად გინდა გააკეთო და ჩვენ მე მგონი უფრო მუშა ხალხი ვართ ვიდრე დანარჩენები არ ეწყინოთ მაგრამ ასია თუნდაც იმიტომ რომ ხვალ თქვენ გიწევთ ორჯერ აი ამ ურთულეს სპექტაკლის თამაში 12 საათზე და 3 საათზე თავისთავად ეს ძალიან რთულია და ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობები ნებისმიერი მშობლისთვის შვილი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და როდესაც ლიზი ავსაჯანიშვილი დღეს არის მიუნხენის საბალეტო დასის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი ჯერ არ არის პრიმას კატეგორიაში, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი ალბათ საამაყოა და აი აქედან ლიზიკოს მე ვიცი რომ შენ ძალიან გერიდება საკუთარ შვილზე საუბარი, ამიტომ მე ვიტყვი ლიზიკოს კიდევ ერთხელ მიულოცოთ მამიკოს დაბადების დღე და უსურვოთ როგორც მას წარმატებები, ისე მის არაჩვეულებრივ მამას.